აი აქაურობა მეგობრებო, რასაც ხედავთ 1984 წელს ერთმა ტრაქტორისტმა აღმოაჩინა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდა, ამ ხელა მისტერიას გადახადა საბურველი. და როგორც აქაურმა გათხრებმა აჩვენა, ეს ტაძარი მთლიანად იყო აგებული მზის მიხედვით, ზაფხულის და ზამთრის ბუნიობის დროს მზე ხდებოდა კონკრეტულად ერთ სარკმელში და ეგეთი შენობები ჩვენ მრავლად ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამი მოგვი, რომელიც იესოს შობის დროს ჩავიდა ბეთლემში, იყვნენ ზუსტად ეს ასტრონომები, ზოროასტრიზმის მიმდევრები, ყველაზე ცნობილი მაზდიანი ჩვენს თანამედროვე დროში, თუ გაგიგიათ, ეს არის ფრედი მერკური. ძველი თბილისი, რელიგიური, კულტურული გზაჯვარედინი, დასავლეთის და აღმოსავლეთის. აი აქ პატარ-პატარა მონაკვეთზე უამრავი სხვადასხვა კონფესიის ტაძრები შეგვხვდებათ. ამის შესახებ ალბათ ძალიან ბევრმა თქვენთაგან მაიცით, მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის, მაგრამ პრინციპში არც ისე ცოტამ რო აი აქ ხდება ცეცხლის ტაძარი, ეგრეთ წოდებული ათეშგა. და ერთ-ერთი საყურად საღებო რაც ძალიან მომეწონა თანამედროვე ეკლექტიკური კულტურის თვალსაჩინო მაგალითი ბატონი რონალდინიო ძველი თბილისის კედლებზე შეხედეთ. როგორ ხდება მისი ღიმილი ჩვენს ძველ თბილისს. ესეთი ულამაზესი აივნებიანი სახლების ვიწრო ქუჩებში ჩაკარგულია ათეშგა. გომის ქუჩის 3 ნომერში. და რასასწაულია ადამიანის სახლში უნდა შევიდეთ და დაუკაკუნოთ, რომ გაგვეღოს და შევიდეთ. ზოროასტრიზმი საქართველოში მე-5-6 საუკუნეებში იყო გავრცელებული ტაძრის აგებად, ამ დროსაა სავარაუდოდ შემორჩენილია ცნობა ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შესახებ. მიუხედავად ამისა, ტაძარმა შეინარჩუნა სახელი ათეშგა. აი ეს ნახე, ეს კიბე და ეს კარი. Stairway to heaven. Цару чанс მხოლოდ და სასწაული. გამარჯობათ. შეიძლება შემოსვლა? ათეშგაში გვინდა შესვლა. შეიძლება. ზოროასტრიზმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მონოთეისტური რელიგია. იგი აღიარებს სამყაროს ერთ შემოქმედ ღმერთს, აჰურა მაზდას. ზოროასტრიზმი თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. მის ფუძემდებლად ნახევრად ლეგენდარული, ნახევრად ისტორიული ფიგურა ზარათუსტრა ითვლება. გადმოცემის თანახმად, მასზე წმინდა სული გადმოვიდა და უზენაესი ღვთაების, აჰურა მაზდას ნება აუწყა. ამ გამოცხადების შემდეგ წარმოიშვა ცოდნა, რომელსაც ზოროასტრიზმი, იგივე მაზდიანობა ეწოდა. მაზდიანობა გავრცელებული იყო ირანში. მან საქართველოში შემოაღწია. მისი კვალი სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლებზე დღესაც შეიმჩნევა. ეს ვითომ ცეცხლის კვალია ნეტა ეს შავ-შავი რაღაცები კედლებზე. როგორი საძირკველი აქვს ნახე კლდე. კლდესაცედე. აუშენეო ტაძარი ჩემი.
ჭენი ჯოჯახათისანი ძვერელოდიან მასოი მომახსენ. მოზი. ესე დაძრებში მინდიოდა ძირითადად ცეცხლის მსახურები. და საინტერესო არის ის, რომ ამ ცეცხლის რიტუალს, რასაც მასდიანები იგივე ზოროასტრიზმის გურუები აკეთებდნენ, ქვია იასნა. იასნა არის ესეთი კვადრატული ფორმის საცეცხლური აქვთ წითელი აგურით ნაშენები და ამ ცეცხლში კითხულობენ სხვადასხვა ლოცვებს 72 სექციისგან შედგება ეს იასნა და ამ ლოცვის დროს, როდესაც სხვადასხვა მანტრებს კითხულობენ, მსხვერპლშეწირვასაც აკეთებენ და ხშირ შემთხვევაში თურმე, როგორც გაირკვა, ცხოველების მსხვერპლშეწირვასაც ქონია ადგილი, მაგრამ თავდაპირველად ასევე როგორც წავიკითხე ზარათუსტრამ, როდესაც დაიწყო რელიგიის გადაგება, მისი ერთ-ერთი მიზანი სწორედ სისხლიანი მსხვერპლშეწირვების შეჩერება იყო და მერე რა მოხდა, არ ვიცი, შეიძლება ისევ სადღაც ცოტა გამრუდდასავით და ჩემთვის რაღაცა ეგ არის ხოლმე წითელი ხაზი რაღაცნაირად თუ არის ეს სისხლიანი მსხვერპლშეწირვები უკვე რაღაცა ისე არ არის როგორც უნდა იყოს და ხო რა თქმა უნდა ეს რელიგია ცხადია და ამას არაერთი მკვლევარი იძახის რომ იყო ვედური ცოდნის გაგრძელება, როდესაც ეს არიულმა ვედები ჩაიტანეს ინდოეთის ტერიტორიაზე, თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე, შემდეგ ის ცოდნა რაღაცნაირად ირანში შემოვიდა და ეს სახე მიიღო უკვე ზოროასტრიზმის სახე მიიღო. ეს ყველაფერი ჩანს სიტყვებშიც, როგორც ვთქვით, იასნა ქვია ამ რიტუალს, რასაც მასდიანები ატარებდნენ და ინდუიზმში ქვია იაჯნა. და ამ იაჯნაზე მე ნამყოფი ვარ სხვათა შორის და ამის კადრები შეგვიძლია ხა ვნახოთ. სხვადასხვა სცენარულ ნაწარმს ყრინდნენ ცეცხლში და თან ამზადებდნენ ამავდროულად წმინდა სასმელს, რომელსაც ქვია ჰაომა. ჰაომას ძალიან დიდი კავშირი აქვს გვედურ სომასთან. სომაც არის სცენარული სასმელი, რომელსაც იყენებდნენ რიტუალების დროს. და როგორც მეცნიერები აცხადებენ, ეს სასმელი მზადდებოდა მცენარე ეფედრასგან, რომელსაც აქვს ჰალუცინოგენი თვისებები. და შესაბამისად ამ სცენარის მოხმარება იწვევდა ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რომელსაც სავარაუდოდ გურუმები იყენებდნენ საკუთარი მსახურების დროს და ალბათ იმისთვის, რომ რაღაცა მიღმიერ სამყაროსთან გქონოდათ კავშირი. ერთ-ერთი გამორჩეული წესი რაც აქვთ მასდიანებს არის ის რომ არ უნდა შეურაცხონ არც ერთ შემთხვევაში 4 სტიქია, 4 ელემენტი ისინი ითვლება წმინდად. და ამიტომ სხვათა შორის კრემაცია როგორც ასეთი ზოროასტრიზმში არ გვხდება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე თქვით, ზოროასტრიზმი არის რაღაცა ვედური კულტურის ერთგვარი სახეცვლილი ვარიანტი და იქ ვედებში კრემაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. კრემაცია არ გვხდება, რადგან ითვლება, რომ მიცვალებულის სხეული ეს უკვე ასე ვთქვათ არ არის წმინდა და ან უწმინდური რაღაცასთან რაღაცის ცეცხლში შეხება არ შეიძლება, რადგან ცეცხლი არის წმინდა. ამიტომ ისინი აშენებდნენ ეგრეთ წოდებულ სიჩუმის კოშკებს, რაც იყო უზარმაზარი კოშკი, ამ კოშკში ყრიდნენ პირდაპირ გვამებს. და ეს გვამები ძირითადად ხდებოდნენ სხვადასხვა ფრინველების კერძები დროთა განმავლობაში. ხოლო როდესაც ეს ხორცი უკვე გაიხრწნებოდა და ძვლები დარჩებოდა, ამ ძვლებს მარხავდნენ სხვადასხვა ადგილებში. და შემდეგ დროთა განმავლობაში ეს კოშკები დაიხურა, აიკრძალა და უკანასკნელი მათგანი ინდოეთში იყო სხვათა შორის და სწორედ ჰიგიენური პირობების გამო ისიც აიკრძალა და უკვე თანამედროვე მასდიანები საფლავებსაც იყენებენ. ცეცხლი ზოგადად არის ღმერთის გამოვლინება, მასდას გამოვლინება. და როგორც ჩანს, აქ ხდა ეგეთი რამე, არ ვიცი, ჩემთვის ფიქრობდი მაგაზე, სიმართლე რომ გითხრათ, რომ
მასდიამებაში ზოროასტრიაში როგორც თქვით არის აჰურა მაზდა, სინათლის ღმერთი და არის აჰრიმანი, სიბნელის ღმერთი და სიბნელის მმართველი. ზოროასტრიზმი არის ერთ-ერთი პირველი და ალბათ უძველესი მონოთეისტური რელიგია. მონოთეისტური ნიშნავს იმას, რომ არის ერთი ღმერთის აბსოლუტის იდეა. ეს ერთი ღმერთი არის აჰურა მაზდა, მაგრამ აი აქვეა ჩდება მეორე აზრი, თუ არის აჰურა მაზდა აბსოლუტი ყველაფრის შემქმნელი, შეუძლებელია იყოს ზუსტად მისი საპირწონე აჰრიმანი. და ზოგიერთი მკვლევარი და ასევე შემდეგი მოდიფიკაციები ზოროასტრიზმის ამბობს ესეთ რამეს, რომ აჰურა მაზდა არ არის პირველ შემქმნელი, მაგრამ არის კიდევ რაღაცა უფრო უპირველესი, აბსოლუტი. აჰურა მაზდა არის მისგან გამომავალი, ასე ვთქვათ, და ეს აჰურა მაზდა და აჰრიმანი არიან ერთგვარი ტყუპი ძმები, რომლებიც მუდმივად ერთმანეთში ომობენ. ეს არქეტიპულად შეგვიძლია მივამსგავსოთ ეგრეთ წოდებული თორის და ლოკის არქეტიპს მაგალითად და სხვადასხვა მითოლოგიებში არის ესეთი ორი ანტაგონისტის თეორიები, რომელთა ურთიერთობაც არის, ასე ვთქვათ, ძრავი მთელი სამყაროს. მოკლედ აჰურა მაზდა სამყაროს ქმნის ფიქრის მეშვეობით, აზრების მეშვეობით, ქმნის იდეალურ სამყაროს. და ამ იდეალურ სამყაროში შემდეგ უკვე ერევა აჰრიმანი, რომელსაც შეყავს სხვადასხვა სახის რაღაცა საწამლავები, ასე ვთქვათ, და წამლავს იმ სამყაროს, რომელიც არის იდეალური. ამან მე მომაგონა პლატონის იდეათა სამყარო, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი იდეალურია, როგორც პლატონი აღწერს, იდეათა სამყაროში არის აბსოლუტურად ყველაფერი იდეალური და შემდეგ უკვე გამოვლენაში მე ის რაღაცნაირად ფორმას იცვლის, არ ვიცის რამდენად საფუძვლიანი ვარაუდია, მე არ ვარ ამ თემის სპეციალისტი, ძალიან კი მინდოდა მეცნიერებთან ერთად მელაპარაკა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოიცალა იმ ადამიანმა, ვინც ინტერვიუს ჩაწერა მინდოდა და ისეთი სპეციფიური რელიგიაა, რომ მისი სპეციალისტებიც ბევრი არ ყავს საქართველოში, ამიტომ მიწევს მელაპარაკი. აი აქაურობა მეგობრებო, რასაც ხედავთ 1984 წელს ერთმა ტრაქტორისტმა აღმოაჩინა, როდესაც მუშაობდა მინდორში ტრაქტორით და ალბათ ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა რამ ხელა მისტერიას გადახადა საბურველი. აქ უნდა ყოფილიყო წესითა და რიგით შუა ცეცხლი სადღაც, სადაც ცეცხლი მუდამ მენთო არასდროს არ უნდა ჩამქრალიყო. ენერგია, რა თქმა უნდა, იგრძნობა. ან შეიძლება მე ვაცოცხლებ გონებაში ამ სურათებს და ეს გაცოცხლება ენერგიას მაძლევს. და აი, რო წარმოიდგენ, რომ ამდენი მოგვები, მაგები, სხვადასხვა რიტუალებს ატარებდნენ და რაც თავარია, ძალიან მნიშვნელოვანი არის ფაქტორი, რომ ესენი იყვნენ საოცარი ადამიანები, იმ პერიოდის მეცნიერები ფაქტობრივად და ძალიან კარგად იცოდნენ ასტრონომია. და როგორც აქაურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ეს ტაძარი მთლიანად იყო აგებული მზის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის ბუნიობის დროს, უბრალოდ საფხულის და ზამთრის ბუნიობის დროს მზე ხდებოდა კონკრეტულად ერთ სარკმელში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ტაძარი მთლიანად აშენებული იყო მაგ გეომეტრიით და ერთგვარი კალენდრის ფუნქციას ასრულებდა და ეგეთი შენობები ჩვენ მრავლად ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Stonehenge ალბათ ყველა მიცით და აცტეკების ცნობილი ტაძრები და პირამიდები, რომლებსაც დაახლოებით იგივე დატვირთვა ჰქონდა რაც ამ შენობას. და აი ვინ იცის რა გველოდება, როცა ამას გავთხრით, წარმოდგენა არა მაქვს. გათხრები უკვე მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ხედავთ, ძალიან დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აღმოსაჩენია და დაფარული არის ეკალ ბარდებით. ზოროასტრიზმშიც როგორც
ასევე ქრისტიანობაში არსებობს 60-ის და ჯოჯოხეთის ფენომენი და ეს თეორია, რომ სიკვდილის შემდეგ ან მოხდები ჯოჯოხეთში, ან მოხდები 60-ში. დღეს მასდიანები ძალიან ცოტანი არიან სამყაროში დარჩენილები, ზოგი მათგანი ინდოეთში ცხოვრობს, სხვათა შორის მსმენია, რომ საქართველოში ზოგი პილიგრიმულადაც კი მოდის ხოლმე. აღმოჩნდა უძველესი წარწერები, ძალიან ძველი წარწერები, დაახლოებით პირველი-მეორე საუკუნის წარწერებია. ასომთავრული ქართული წარწერებია, ეს არ არის ისეთი გაუგებარი ნაწერები, როგორც მაგალითად გრაკლიანშია და ვერ გავიგეთ საიდან არის. არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ასომთავრული ნაწერები და სხვათა შორის ირკვევა, რომ ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრება არის ეს, რომ ეს ნაწერები ძირითადად გამოიყენებოდა სხვადასხვა სასულიერო ტექსტების ჩასაწერად და იმ პერიოდის სასულიერო ტექსტები იყო ავესტა. ავესტა არის ზოროასტრიზმის ბიბლია, ასე ვთქვათ, მთავარი წიგნი, სადაც აღწერილი არის სხვადასხვა რიტუალები, სხვადასხვა მანტრები, შეგვიძლია ვთქვათ და ქცევის წესები. ხო და მოგეხსენებათ ფარნავაზი, სხვათა შორის იყო როგორც ამბობენ, მასდიანი და ის ხელს უწყობდა, რომ ეს ლიტერატურა გავრცელებულიყო და დამწერლობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც იყო, რომ ეს სულიერი ტექსტები გადარჩენილიყო და ხალხში გავრცელებულიყო. ასე რომ ფარნავაზის დროს ავესტა იწერებოდა ქართული ასომთავრულით. საინტერესო არა? ზარათუსტრა იყო ქურუმი, რომელიც დაახლოებით 3500 წლის წინ ცხოვრობდა თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე. და როგორც აღწერილია, ის წყალში ჩასulis დროს ცნაურია, მაგრამ რაღაცა წმინდა სული გადმოვიდა მასზე, რომელმაც აუწყა აჰურამას და სნება. აჰურამას და გამოიცხადა და იხილა ყოველივე ჭეშმარიტება და შემდეგ დაიწყო ამ რელიგიის გავრცელება თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე. თავდაპირველად ეს რელიგია სეფირსიტყვიერად გადაეცემოდა ადამიანიდან ადამიანს და როგორც ამბობენ, ზარათუსტრა პოეტიც უნდა ყოფილიყო, რადგან ლექსებად არის ჩაწერილი და ლექსი ზოგადად უფრო ძლიერი და სამახსოვრებლად, როდესაც ძალიან ფეხი მოიკიდა იმ პერიოდის ირანის სახელმწიფოში და სახელმწიფო რელიგიაც კი გახდა და რამდენიმე ირანელი მმართველი ძალიან აქტიურად მისდევდა ზოროასტრიზმს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო დარიუსი, რომელიც ადიდებს პირდაპირ ღმერთ მასდას და მთლიანად თავის ხელმწიფებას მას უმადლის, უკვე იწყება ნელ-ნელა ამ ყველაფრის ჩაწერა. და თან ძალიან საინტერესო ის არის, რომ ავესტა ეს წმინდა წიგნი მასდიანებისა იწერებოდა და გადმოიცემოდა ავესტურ ენაზე, რაც სპეციალური ენა იყო ამისთვის. და იმისათვის, რომ ადამიანს ეს ესწავლა, ენაც უნდა ესწავლა და ეს ავესტური ენა შესაძლო არის უკვე თანამედროვე სპარსული ენის უძველესი წინაპარი. Shotnaish mazda vahishtem tatnenu chitvare Vaukshatrem vairim bagem aibi bairishtem რაც უფრო და უფრო მეტ ვკითხულობ ზოროასტრიზმზე, ასე ვთქვათ, უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში ეს კონკრეტული მიმდინარეობა და ეს ფილოსოფია რა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის სამი მოგვი, რომელიც იესოს შობის დროს ჩავიდა ბეთლემში, იყვნენ ზუსტად ეს ასტრონომები, ზოროასტრიზმის მიმდევრები, მასდიანები, მოგვეები და სიტყვა მოგვით სავარაუდოდ მოდის სიტყვა მაგიდან, მაგი ერქვა აქაურების ქურუმს. მაგრამ კიდევ ერთი ძალიან მაგარი ამბავი, ჩემთვის ცოტა უცნაური არის ის, რომ ამ რელიგიაში მიდის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. არის ერთი სინათლის ღმერთი და არის მეორე, რომელიც სიბნელეს ავრცელებს, ასე ვთქვათ. და ღმერთს ყავს ერთგვარი ანგელოს და დასი, რომლებიც მას ეხმარებიან და ამას პირიქით უფრო დემონური არსებები. ამ დემონურ არსებებს ქვიათ დევები. გაგიკვირდებათ და ძალიან დიდი ალბათობით ქართულ მითოლოგიაში და ქართულ ზღაპრებში ეს სიტყვა სწორედ ამათგან წამოვიდა და ზოროასტრიზმის საფუძვლები აქვს. მაგრამ ერთი უცნაურობა ის არის, რომ ინდოეთში, ინდუიზმში დევები პირიქით ღმერთები არიან. და დემონები არიან ასურები და აქ რაღაცა შეიცვალა ზოროასტრიზმში. ასურა, ანუ აჰურა გახდა ღმერთი და დევები გახდნენ დემონები. რა მოხდა, მან ძალიან მაინტერესებს
ოპოზიციაში გადავიდნენ, ისინი ძალაუფლება დაკარგეს. შეიძლება ეგრე არის სამყაროშიც, რაღაცა არჩევნები ტარდება და ხან ერთი პარტიაა, ხან მეორე პარტია, ხან ვიღაცა დემონი, ხან ვიღაცა ღმერთი. საინტერესო იქნებოდა ისე ეგრე. ყოველთვის ერთი ხო არ იქნება, ღმერთს შეიძლება ხანდახან მოუნდეს, რომ სხვა როლით ითამაშოს. ნახე რა მიგნება დაიბადა ჩემ გონებაში. სასწაულია რამ ხელაა შეხედე, რამ ხელა კედლებია. Dave mazda paurvim aura ashaye chao Daibyacha armaite doishamoy ishtai shatrem shmakem vahu manangao vammai daidi savango ave geusha hemyantu ერთ-ერთი პრინციპი ასევე ზოროასტრიზმში არის აშა. აშა არის ეს სიწმინდე, რითიც ხორციელდება უკვე მას და აშა არის ყოველგვარი ჭეშმარიტება, სიმართლე. და მასდიანმა ამ სიმართლეს უნდა მისდევს, რაც არის ჭეშმარიტი, ასე ვთქვათ, ამ სამყაროში. და ამაგისი საპირწონე არის უკვე დრუჯ, რაც არის ტყუილ, პირფერობა, მნიქნელობა, რაც უკვე არის ახრიმანის ენერგია. და მთელი მიზანი და მისია მასდიანისა არის ის, რომ აირჩიოს სინათლე თავის ცხოვრებაში და განამტკიცოს ის თავის თავში, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ ვართ შუალედურ სამყაროში, სადაც სინათლე და სიბნელე ერთმანეთთან შერეულია. თანამედროვე ფსიქოანალიზი უკვე საუბრობს იმას, რომ მთელი ეს რელიგიები და მითოლოგიები და არქეტიპები, რომლებიც დროთა განმავლობაში კაცობრიობამ შექმნა, ეს იყო შინაგანი მოგზაურობის ანარეკლები, ასე ვთქვათ, და ეს ყველაფერი ადამიანში შიგნით არსებობს. თუ აქედან გამომდინარე მიმსჯელებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნათელი საწყისი არის, ასე ვთქვათ, ადამიანის ცნობიერი მხარე და ეს ბნელი საწყისი არის ადამიანის არაცნობიერი ჩრდილოვანი მხარე. და იუნგს აქ ძალიან საინტერესო ფრაზა ნათქვამი, რომ ღმერთსაც აქვს თავის ჩრდილი. ჩრდილი საჭიროა ზოგიერთი არსებობა, ჩრდილში იზრდება, არ შეუძლია მას მზეზე ყოფნა. და ეს ორი ასპექტი არის არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ურთიერთსაწინააღმდეგო ასპექტი. ალბათ თითოეულ ადამიანში, თითოეულ ჩვენთაგანში არის ეს ორივე საწყისი, სინათლის და სიბნელის. და როგორც მასდიანები გვეუბნებიან, ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანი, რომელსაც ავირჩევთ, რას გამოვყვებავთ, სინათლეს გამოვყვებავთ, თუ სიბნელეს გამოვყვებავთ. სიმართლე რო გითხრათ, აი ძალიან ბორუსით არის მოცული ეს რელიგია და რადგან ესე დაემთხვა, მე მიყვარს ხოლმე მიყოლა, ასე ვთქვათ, დანებება განგებასთან და ესე განგება მოიტანა ეს თემა, რომ გაგვეკეთებინა დღეს. თან ემთხვევა ის, რომ 22 ივნისია ზაფხულის ბუნიობა და ზოროასტრიზმში ბუნიობები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული. ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული. ზამთრის ბუნიობა, ზაფხულის ბუნიობა, შემოდგომის და გაზაფხულის. და ისე ემთხვევა, რომ 22 ივნისს გავდივართ ეთერში, როდესაც დღე არის ყველაზე დიდი და ზოროასტრიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული ხდება და ეს არის ჩემთვის ნიშანი იმისა, რომ სამყაროს დავარქვათ ესე რაღაცა ევოლუციის ცნობიერებას უნდა რომ ეს თემა ალბათ ამოიწიოს ზედაპირზე და მიწვდეს ადამიანთა ცნობიერებას. ნოვრუზ ბაირამი ყველაზე გავრცელებული მასდიანური დღესასწაულია. აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობას 21 მარტს აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანსა და შუა აზიის სხვადასხვა ქვეყნებში. ნოვრუზ სპარსულად ახალ დღეს ნიშნავს. ამ დღეს გაზაფხულის დადგომას ზეიმობენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, თუ აღმოაჩენთ, რომ მორწმუნეები კვერცხებს სხვადასხვაფრად ღებავენ, როგორც ახალი სიცოცხლის და ნაყოფიერების სიმბოლოს. ნოვრუზის ატრიბუტიკაში კვერცხთან ერთად აუცილებლად შეხვდებით ახლად დაბიბინებულ ჯეჯილცეთს. ესეც ალბათ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ ღრმა კავშირები აქვს თანამედროვე ქრისტიანობასა და ზოროასტრიზმს. ქრისტეს შოობა შემთხვევით არ არის, რომ არის 25 დეკემბერს. 21 დეკემბერი არის ზამთრის ბუნიობა. მოგეხსენებათ, როდესაც მზე იბადება, მზის დაბადებას ეძახდნენ წარმართები.
იგივე მასდიანები ამ ყველაფერს და აი ქრისტეს შობაც ამ მზის დაბადებას დაემთხვა. თორე ზუსტი დაბადების დღე იესო ქრისტესი ჩვენ არ ვიცით. და იესო ქრისტე არის როგორც მზის სიმბოლო, ამ ღვთაებრივი ცნობიერების სიმბოლო. ქრისტიანობამდე დიდწილად ჩვენ ხო რაღაც ბუნების ძალებს ვცემდით პატივს და თაყვანს და შემდეგ უკვე გადავედით პიროვნულ ღმერთზე და თითქოს დავივიწყეთ ეს ბუნების ძალები არა და ეხლა ვფიქრობ რომ ის დრო არის რომ ორივე ერთად შეგვიძლია რომ გქონდეს მზესაც პატივი მივაგოთ და აბსოლუტურს მამა ღმერთსაც და ძესაც იესო ქრისტესაც. მაშინ ალბათ ესე იყო საჭირო, იმიტომ რომ ადამიანს არ ქონდა დიდი ცოდნა და როდესაც რაღაცა ხილულს აღმერთებ გავიწყდება ის ტრანსცენდენტული ღმერთი და ეხლა უკვე როდესაც ცოდნაც გვაქვს აბსოლუტის შესახებაც ალბათ კარგი იქნება თუ იმ ბუნებასაც არ დავივიწყებთ რა ბუნებაშიც ვართ და ეს მზე რა თქმა უნდა არის ამ ბუნების მაცოცხლებელი. აი ეს ეხლა ფოთლები რასაც უყურებთ ხო თავიდან ბოლომდე არის მზის ენერგია. ანუ რეალურად ამათ შეუძლიათ მზე მიიღო მზის სხივები, ფოტოსინთეზი გააკეთონ, ანუ ფოტონები ჭამონ და ამ ფოტონებით აი ეს სხეული ჩამოაყალიბონ რა სხეულიც აქვს და ჩვენ როდესაც რაღაც სხვადასხვა ბალახებს და მცენარეებს ჭამთ რეალურად მზის ენერგიით ვიკვებებით ცოტა ირიბად სხვათა შორის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ხდება როგორც მთვარის კულტი, ისე მზის კულტი. ერთ-ერთი ცნობილი კერა არის მზეთა მზე, სადაც აღმოჩენილია ძველი ქურუმების ნაშთები სხვათა შორის და იქაც აუცილებლად უნდა წავიდეთ, ძალიან მაინტერესებს. თვითონ სახელიც ეგეთია, მზეთა მზე. და ეხლა ჩემო მეგობარმა ერთი სტატია გამომიგზავნა, რომელიც იუწყებოდა, რომ საქართველო სამზეოა. საქართველო არის მზის ქვეყანაო და თავის ფუნქციას უნდა დაუბრუნდეს ისე მზე უნდა გახდესო. კარგია ეს პოეზია და გახდეს დაე იბრძღინოს საქართველოს მზე აკაშკაშდეს. აი დამისხეთ. და სხვათა შორის ალბათ ბევრმა თქვენგან მაიცით ეს ფაქტი, მაგრამ ვინც არ იცით, მაინც ვიტყვი, რომ ძალიან სასიამოვნო და უცნაური ფაქტია ის, რომ ალბათ ყველაზე ცნობილი მასდიანი ჩვენს თანამედროვე დროში, თუ გაგიგიათ, ეს არის ფრედი მერკური. დიახ, ზანზიბარში დაბადებული მასდიანების ოჯახის შთამომავალი იყო. ცეცხლთაყვანის მცემელი. როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ. ანუ ვარსკემპი დიახში და ფრედი მერკურის ერთი რელიგია ჰქონდათ. წარმოგიდგენია. I want to break free. I want to break free from your lies. You're so self-satisfied. I don't need you. I've got to break free. ეკრესი. თელი ქალაქი იყო, წარმოიდგინეთ, მარტო მონასტერი კი არა. ეს ქრისტიანული მონასტერი აშენდა მოგვიანებით, მაგრამ აქ იყო ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იმ პერიოდისთვის მეფე ფარნაჯომს აუშენებია. დაურბევიათ მთლიანად მე-4 საუკუნეში ქრისტიანებს იმ პერიოდის მასდიანური ტაძრები, მათი ნანგრევები კი შემდეგ აუშენებიათ უკვე თავიანთი ეკლესიები. აი აქ ორივე რელიგია, ზოროასტრიზმისაც, ქრისტიანობაც ერთი და იგივე რამეს ამბობს. ეს არის ის, რომ გქონდეს კარგი ფიქრები, ილაპარაკოს სწორი და მოიქცეს სწორად, ხო? ნეკრესი რელიგიის გარდამავალ ეპოქას აღწერს, თუ როგორ ჩაანაცვლა ერთმა სარწმუნოებამ მეორე. ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში, როდესაც საქართველო უკვე ქრისტიანული სახელმწიფო იყო, ნეკრესის ტერიტორიაზე მასდიანური მსახურება მიმდინარეობდა. 13 ასურელმა მათგან ერთ-ერთმა აბიბოს ნეკრესელმა წყლით ჩააქრო მათი მარადიული ცეცხლი, რაც იმის გამოხატულება იყო, რომ ცეცხლი არა აბსოლუტური ღმერთი, არამედ უბრალოდ ბუნების დროებითი მოვლენა იყო.
აბიბუს ნეკრესელი საბოლოოდ შეეცირა მაზდიანებთან დაპირისპირებას. როგორც ისტორია იუწყება, ის მარსპანის ბრძანებით სასტიკად ჩაქოლეს. თუმცა მის მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. დროთა განმავლობაში ნეკრესის ტერიტორიაზე ქრისტიანული ეკლესია უფრო და უფრო გამტკიცდა და აქტიურად მიმდინარეობდა საგანმანათლებლო საქმიანობაც. ეხლა ჩემი დღევანდელი გადაცემის მიზანი არ არის რაღაცა ესეთი დეტალური ინფორმაცია მოგეწოდოთ ვერც ვიზამ მაგას ამ მოკლე პერიოდში. ამის მიზანია რომ უბრალოდ აი ცნობის მოყარეობა გავაღვივოთ თქვენში და ძიების სურვილი და ძიების წადი, რომელიც მე გიბიძგებთ, რომ თქვენ თვითონ რაღაცნაირად აღმოაჩინოთ, თუნდაც ეწვიოთ ესეთ ადგილებს და პირადად განიცადოთ ის ენერგეტიკული ველი, რაც აქ დგას. საიდან მოვიდა ზარათუსტრას ეს იდეები. მოიგონა თვითონ მართლა იყო მაშინ რაღაცა სეციური მონათხრობი. არ ვიცი. მგონია ალბათ ამდენ ხანს ვერ გასტანდა. რაღაცა ენერგია ჰქონდა. რაღაცა ცეცხლი მართლა იყო მასში და ეს ცეცხლი მე გავცელდა ნელა ქრისტიანობაში, იუდაიზმში, ისლამში. ცეცხლი იყო იმის სიმბოლო, ღვთაებრივის სიმბოლო, დიდი სიბრძნის სიმბოლო, აურამაც და ზოგადად ნიშნავს დიდ ბრძენს. ალბათ მაგაშიც არის რაღაცა სიმბოლო, რომ პრომეთემ სწორედ ცეცხლი ჩამოუდანა ადამიანებს და შეიძლება ეს ცეცხლი იყო სიბრძნის სიმბოლიზაცია. ეს ცეცხლი იყო ის წმინდა ცეცხლი, რასაც მასტიანები პატივს მიაგებდნენ. ეს ცეცხლი არის ალბათ მინავლებული ცოტა სხვადასხვა რელიგიებში და ფილოსოფიებში. ყველგან არის ამ ცეცხლის კვალი. ეს ცეცხლის აგის გიზების დროა, ცეცხლის აგის გიზების დრო. რაც უპროგრამად ჩადიხარ სხვადასხვა სწავლების ფესვებში, უფრო ხვდები, რომ ყველაფრის საწყისი ერთია. ამ საწყისთან შეხებისას უსასრულო სიმშვიდე და სიხარული გეუფლება. გონებაშიც სიმშვიდე ისადგურებს. და კითხვებიც აღარ გაქვს, რადგან ეს სიჩუმეა ყველაფრის პასუხი. და შენც გინდა რომ ეს სიჩუმე გახდე. ამ სიჩუმეში აღიძვრება ყველა შეკითხვა, რომელიც პასუხს ეძებს. თითქოს სამყარო ცდილობს თავისი თავი ამოხსნას. თითქოს ყველაფერია კითხვა-პასუხის დაუსრულებელი ცეკვა თამაშია უზარმაზარ მინდორზე, რომელსაც სიყვარული ქვია.